დილამშვიდობის ჩემო მეგობრებო, ვაგრძელებ ვიდეოების ჩაწერას და ამჯერად გაჩვენებ თუ როგორ კეთდება ბავშვებისთვის და დიდებისთვისაც საყვარელი კერძი თუ საუზმე კვერცხიანი პურები. ძალიან კარგად ვიცით რაც ქვია აი ამ საკვებს, ბავშვები ეძახიან ყიყლიყოს. ხო, ესე იგი, პირველად რაც არის მთავარი, ამისთვის საჭიროა პური და კვერცხი. კვერცხი, ამ ეტაპზე ამისთვის აი ამ ზომის პურისთვის 3 კვერცხი გვეყოფა. დავჭრით პურებს, ან შევიცემთ დაჭრილ აი ესეთ პურს, უკვე გამზადებულს. სასურველია კვერცხი გაირეცხოს. დავუმატებთ მარილს. არ დაამლაშოთ მარილთან, ფრთხილად იყავით და შემდეგ ამას ავთვიფავთ. ამ კვერცხს ავთვიფავთ. შემდეგ ავიღებთ პურის ნაჭრებს და მთელი საიდუმლო ეხლა რაშია, უნდა გაჩვენოთ და უნდა გასწავლოთ. ჩავაწყობთ პურის ნაჭრებს, აი ესე, და ეს არ უნდა იყოს მარტო ჩაწობა და ამოღება. ეს უნდა იყოს, ნახეთ როგორ გუბკას ღრუბელივით უნდა აი ესე შევჭმუხნოთ და შევასრუტინოთ პურებს. აი ესე. მეორესაც ესე. ეხლა გადმოვატრიალებთ. აქეთ ამ მხარეც აი ესე მოვუჭერთ ხელს, შევჭმუხნით და მეორე ნაჭერიც ასევე. შემდეგ აი ამ ნაჭრებს დავაწყობთ, სასურველია ერბოიან ტაფაზე. უფრო გემრიელი გამოდის, თუ არ გვაქვს ერბო, მაშინ ზეთიან ტაფაზე. ოდნავ ზეთი უნდა მოვასხათ, რომ არ ჭუპჭუპებდეს, ბევრი არ მოგივიდეთ ზეთი. უკვე შესაწვავად გამზადებულ აი ამ კვერცხიან პურის ნაჭრებს შეგვიძლია დავამატოთ პარმეზანი. პარმეზანი ეს არის ესეთი მყარი ველი, რომელიც უნდა ასე ვთქვათ ჭორკაზე, სახეხზე უნდა გავხეხოთ და აი ესე მოვაყრეთ ზემოდან. შეგიძლიათ სურვილისამებრ, ვისაც გეყვართ, თვითონ აი ამ კვერცხში თქვების დროს გაურიოთ ნაღები, ძალიან უხდება. ვფიქრობ, რომ ერთი გვერდი უკვე შეიბრაწა, ეხლა ჩვენ უნდა გადმოვატრიალოთ ეს პურის ნაჭრები, კვერცხიანი ნაჭრები და გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება მეორე მხარე. გადმოვატრიალე ეს ჩვენი კვერცხიანი პურები, ეგრეთ წოდებული ყიყლიყო და ნახეთ ზევიდან მოვაფხვენი კიდევ ის დარჩენილი პარმეზანის ნაფხვენები. მგონი ხედავთ ხო? ეხლა ეს ჩადნება აი ამ ტემპერატურაზე და გაჯდება შიგნით აი ამ ნაჭრებში. იყოს ეხლა ცოტა ხანს ესე, ცოტა დავუმატოთ კიდევ ერბო ან ზეთი და დავაფაროთ თავსახური. აი ესე გავაჩეროთ სადღაც 3-5 წუთი და ჩვენი ყიყლიყოები იქნება მზად. ცეცხლი უნდა იყოს აი ასეთი ალი. ნახეთ, ეს არის ყველაზე დიდი კამფორა. შესაბამისად პატარა კამფორაზე უფრო ცოტა მეტი ცეცხლი. მაგრამ როცა დიდ ტაფას დგავთ, ჯობია რომ აი ესეთი დიდი კამფორა აირჩიოთ. და დაბალი ცეცხლი მისცეთ. აი ესეთი ცეცხლი ნახეთ. აი ასე გამოიყურება ჩვენი დილის საუზმე, ბავშვების საყვარელი კერძი ყიყლიყო.
გაგიმხილეთ ის მთავარი საიდუმლო, რაც უნდა გაითვალისწინოთ ყიყლიყოს გაკეთების დროს. ეხლა გავსინჯოთ როგორ გამოიყურება შიგნიდან. ეხლა დაიწყო. აი ესე ლამაზად გამოიყურება და ძალიან მიმზიდველად, მადის აღძვრელად, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი დღის საუზმე და ეხლა ვნახოთ, გაჩვენებთ თუ რა შედეგი გამოიღო აი იმ პატარა საიდუმლომ, რაც მე გასწავლეთ. ასე ვთქვათ, აი ღრუბელის პრინციპით ერბოკვერცხის შესრუტვა. ვნახოთ აბა. ვნახოთ როგორ გამოიყურება შიგნიდან ჩვენი კერძი. შესანიშნავია, ნახეთ, როგორია. თითქმის ნახევრამდეა ჩასული ერბოკვერცხი. რაც ხდის ჩვენს საუზმეს, ჩვენს ყიყლიყოს ძალიან გემრიელს. მიირთვით, გაუკეთეთ ბავშვებს, გაახარეთ.